ჩვენს პროსახელისუფლებო მედიას ხომ ვერაფერს გამოაპარებ. დღეს გიყვებით, როგორ გაშიფრეს გერმანიის ელჩის უმძიმესი გასაიდუმლოებული შეხვედრა, რომელიც იმავე დღეს თავად ელჩმა დადო ტვიტერზე. გერმანიის ელჩის საიდუმლო შეხვედრა ქრონიკის ინფორმაციით 15 იანვარს ელჩოში პეტერ ფიშერი შეხვდა აქტივისტებს. აბა გამოიცანით ეს ამბავი, რომელმა ტელევიზიებმა გააშუქეს იმედის მსგავსად. პოსტ ტივიმ და რუსთავიორმა. საზოგადოებრივმა მაუწყებლობამ თლად პროსახელისუფლებო არხების ტექსტი რომ არ გავიმეორეო, ასეთი ინტერპრეტაცია შემოგთავაზა საჯარო შეხვედრების შემდეგ დახურულ კარს მიღმა. მათ გერმანიის ელჩმა ისევ ტვიტერით უპასუხა. ეს ფოტო მე დავტვიტე, იმედმა და რუსთავიორმა ნახეს და კამპანია ააგორეს რაღაც საიდუმლო მნიშვნელობაზე. ვიმეორებ, ეს ფოტო მე დავტვიტე, გასაგებია? როგორც ფიშერი აღნიშნავს, შეხვედრაზე საუბარი იყო ახალგაზრდების შეშფოთებაზე, რომ საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა დაბლოკილია. აცხადებენ, რომ ეს შეხვედრა საიდუმლო იყო და თითქოს წახალისებული იყო ირანის რადიკალური სცენარები. ეს არის სრული სიცრუე და სიმართლეს არ შეესაბამება. მსგავსი არაფერი განხილულა. გერმანიის სახელით ვუარყოფ ამ აგრესიულ დეზინფორმაციას, დაწერა მან. ამ ამბავს არც ქართული ოცნება გამოაკლდა. ლევან მაჭავარიანი გამოვიდა და თქვა: საიდუმლო შეხვედრა გამართა რადიკალებთან, რაც რა თქმა უნდა არავის არ უნდა გაუკვირდეს. ამ ამბავს გამოეხმაურა ვოლსკიც და მათიკაშვილიც. ვერავინ ვერ ეღირსება იმას, რომ საქართველოში დატრიალდეს ის ტრაგედია და ის უბედურება, რომელსაც ჩვენ სამწუხაროდ ხედავთ ირანში. ჩვენ გერმანიის ელჩისაგან ველოდებით განმარტებას უპირველეს რას ნიშნავს პოლიტიკაში ჩართული, მათ შორის რაღაც ექსტრემისტული ჯგუფების წარმომადგენლებთან ესეთი შეხვედრა. რატომ აკეთებენ მედიები ამას? ეს პროპაგანდისტულ ტრიუკს გავს. იღებს საჯარო დიპლომატიურ შეხვედრას და ფუთავ ისე თითქოს შეთქმულებაა. მიზანი მარტივია. მაყურებელს შეუქმნა განცდა, რომ დასავლელი პარტნიორები რაღაცას ხვალთავენ. არა და დიპლომატის სამუშაო სწორედ ესაა. შეხვდეს ყველას, ხელისუფლებასაც, ოპოზიციასაც და სამოქალაქო სექტორსაც. ასე რომ მეგობრებო, შემდეგში, როცა შოკის მომგვრელ ფარულ კადრებს ნახავთ, ჯერ ტვიტერზე შეიხედეთ. შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ საიდუმლო შეხვედრა იმდენად საიდუმლო იყო, რომ მასზე მთელმა ინტერნეტმა უკვე იცოდა.